გუშინ ოპოზიციურმა ალიანსმა დადო განცხადება, სადაც ამბობს, რომ 4 ოქტომბერს დაკავებული პირების განაჩენი არაფერ კავშირში არ არის მართლმსაჯულებასთან და ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, რასაც ცხადია 1000%-ით ვეთანხმები და აბსოლუტურად მართალია. მაგრამ რამდენიმე თვის წინ 4 ოქტომბრიდან სულ რამდენიმე დღეში ამ ალიანსის ერთ-ერთი სუბიექტის ფედერალისტების პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს ყველას დაიჭერდა. საუბარია 4 ოქტომბრის 60-ზე მეტ პოლიტპატიმარზე. და როდესაც გუშინ ამ განცხადების ქვეშ ვიკითხე, რომ ჩერგოლეიშვილიც ეთანხმება თუ არა ალიანსის ამ განცხადებას, თუ ისევ თავის პოზიციაზეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა, პასუხად ქალბატონი ჩერგოლეიშვილისგან არავის გაგიკვირდებათ, მივიღე მხოლოდ აგრესია, შეურაცხყოფა და პირდაპირი მუქარა. აი, რას მწერს სკრინს დავურთავ, რას მწერს ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი. ბრძენო სახელმწიფო ქონების დაზიანება 7 წელს არ ითვალისწინებს. 7 წელი ამ ხალხს ხაბეიშვილის ბურჭულაძის და პირადად შენმა უპასუხისმგებლობამ და უტვინობამ შეტენა. არ არსებულ დამხობაზე მოწოდებების და ბოლოს ფარსის შექმნის გამო და აგრძელებ ტოტალური უტვინობით თვითგანადგურებას. ქალბატონო თამარ, ცრუობთ, როცა ამბობთ, რომ სხვა მუხლით, სხვა სანქციით დააპატიმრებდით ამ ადამიანებს. ჯერთი დავიწყოთ იქედან, რომ ლიდერები, რომლებსაც თქვენ ამ პოსტში ვახსენებთ, ნამდვილად არ გადარდებთ თქვენ 7 წელი ის ხდებიან 27 თუ 57. ადამიანებზე, უბრალო აქტივისტებზე, რომლებსაც 5 წელი მიუსაჯეს, ჩაიხედეთ სისხლის სამართლის კოდექსში და ქონების დაზიანებაზეც ზუსტად იგივე სანქციაა. 6 წლამდე პატიმრობა. ანუ თქვენ ზუსტად იმდენივე წლით უშვებდით ამ ადამიანებს ციხეში, ოღონდ სხვა შეფუთვით. არა გადატრიალების მუხლით, არამედ ქონების დაზიანების და შეიძლება უფრო მეტითაც კი. რაც შეეხება კომენტარის მეორე ნაწილს, სადაც წერთ, შენმა უპასუხისმგებლობამ და უტვინობამ შეტენა ამ ხალხს ეს ამხელა პატიმრობაო. არ არსებულ დამხობაზე მოწოდების და ბოლის ფარსის შექმნის გამო. ძალიან მოწადინებული ხართ, რომ ჩემი ოჯახი მთლიანად ამოალბოთ ციხეში. ჩემი მეუღლე თქვენი განცხადებების შემდეგ დააპატიმრეს. განცხადების, სადაც ამბობთ, რომ ზუსტად ვიცი, რომ ახალაიას სახლში იგეგმებოდა 4 ოქტომბრის გადატრიალება. ოღონდ მერე, როდესაც დაკითხვაზე დაგიბარეს, იქ ისევ მე დამაბრალეთ. მე და კიდევ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ჩემი და სხვა პოლიტიკური ლიდერების, ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, ბურჭულაძის და ასე შემდეგ, საჯარო განცხადებებიდან და Facebook პოსტებიდან დაასკვენით, რომ ბაჩო ახალაია გეგმავდა 4 ოქტომბრის ძალადობრივ გადატრიალებას. ოღონდ იქ აყოლებთ, რომ მოწმეთ არ გამოგადგებითო. ეგ თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ეგ პროკურატურის გადასაწყვეტია და სასამართლოსი თქვენ მოწმეთ გამოდგებით თუ არა. თქვენ ხართ ერთადერთი მოწმე პროკურატურის მხრიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. დიახ, ერთადერთი.
დანარჩენი მოწმეები მოყავთ სხვა სასამართლო პროცესებიდან. ნათხოვარი მოწმეები ყავთ. თქვენ ხართ ერთადერთი მოწმე. გინდათ ეს თქვენ უკვე თუ არა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩერდებით. და 25 დეკემბერს, როცა ჩვენ დაგვაპატიმრეს და მე გამოვედი, დამხდა თქვენი განცხადება იმ ღამესვე. ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობაზე 2 თვე კამპანიას ეწეოდა. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ. ხელნაწერები არ იწვის. ანუ 4 მილიონი საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით, სუსისგან, პროკურატურისგან, პოლიციისგან, ასე შემდეგ განსხვავებით, მხოლოდ თქვენ წაიკითხეთ ჩემი პოსტები და გამოიტანეთ დასკვნა, რომ ჩემს ოჯახში სამზარეულოში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვატრიალებდით ძალადობრივად ხელისუფლებას. რას გაძლევთ თქვენ ბაჩოსი და ჩემი დაპატიმრება? აი თუნდაც კიდევ ერთ თქვენს ფრაზას მოვიყვან მაგალითად. ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე. იხავლეთ ჯანში მიმდის. რაც შეეხება ისევ ამ კომენტარს რომ დავუბრუნდეთ, სადაც თქვენ ამბობთ, რომ მე მოუწოდებდი ამ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ. აი აქ ამოვიკითხე მუქარა. დაჭერის მუქარა, რომელიც რატომღაც ესე ძალიან გწადიათ. და ეს განსაკუთრებით ცინიკური, იცი რატომ არის? ჩემს ქმარს უცოტა ხნის წინ თავის საკუთარ სასამართლოზე ნათქვამი მისი აზრის. ციტირებ, მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება არის დასამხობი. 3 წლიანი მუხლით ბრალი წაუყენეს. რატომ ირჯებით ესე? მე მაინტერესებს თქვენი მოტივი. საერთოდ არ გიცნობთ ცხოვრებაში არსად არ გადავყრილვართ არასოდეს. ფეხებში არსად არ მოგბლანდები ვართ, არც თქვენი პოლიტიკური ოპონენტი ვარ. საერთოდ არ ვაპირებ პოლიტიკაში ოდესმე ყოფნას თქვენგან განსხვავებით, მაგრამ თქვენც ვერ იქნებით. იმიტომ რომ ადამიანებს აყენებთ შეურაცხყოფას ეს როგორც მინიმუმ. და არა თუ ის რომ ცრუ მოწმე ხართ პოლიტპატიმრების საქმეში. ამიტომ ყოველივე აქედან გამომდინარე, კითხვა მაქვს საზოგადოებასთანაც და რაც მთავარია ამ ალიანსის სხვა ლიდერებთანაც და კონკრეტული პასუხები მინდა თქვენგან. თუ შეიძლება რომ 2 წუთი მოიცალოთ ჩემთვის, ოდესმე დაველოდები თქვენს პასუხს და დამიფიქსიროთ, რასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ითხოვდა სინდისის პატიმრების დაჭერას და რომელიც დღესაც მზად არის მათთვის 197 მუხლი გამოიგონოს და რომელიც ერთადერთი მთავარი მოწმეა პროკურატურის მხრიდან პოლიტპატიმრის წინააღმდეგ, იყოს ოპოზიციური ერთობის ნაწილი. სხვათა შორის ძალიან მახსენებს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ეს სიტუაცია, როდესაც ეს ოჯახი, კონკრეტულად ქალბატონი ჩერგოლეიშვილის მეუღლეს გიგა ბოკერიას გულისხმობ, ასეთივე სტანდარტებით მოქმედებდა მაშინაც ბაჩოს წინააღმდეგ.
თუ თქვენი დაინტერესება იქნება და თქვენი სურვილი იქნება, მასთან დაკავშირებით ჩავწერ ვიდეოს და მოგიყვებით, რას აკეთებდა გია ბოკერია მაშინ.